ამ ინფორმაციამ გააჩინა კითხვები თინათინ რუხაძესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია პრემიერ-მინისტრის ორი ბრძანება ერთის მიხედვით ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება თინათინ რუხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მეორე ბრძანება რომელიც იმავე დღეს არის მიღებული ეხება უკვე მიხეილ კიკნაძის დანიშვნას თინათინ რუხაძის უпростоრად კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე და სწორედ ამის შემდგომ ნიშნება მოვალეობის შემსრულებლად მიხეილ კიკნაძე, რომელიც მანამდე მართულ რგოლში კულტურის სამინისტროში არ ყოფილა, ის აუდიტს ხელმძღვანელობდა, შიდა ფინანსებს აკონტროლებდა და განკარგავდა და მანამდე იყო სწორედ ამ მიმართულებით დასაქმებული რკინიგზაშიც. ბუნებრივია ამან გააჩინა კითხვა, თუ რატომ გახდა საჭირო, რომ პრემიერ-მინისტრს ის დაენიშნა პირველ მოადგილედ და სწორედ მისთვის ჩაებარებინა კულტურის მინისტრის პოსტი, ვიდრე ოფიციალურად მინისტრის კანდიდატურა დასახელდება, ეს კითხვა ჩვენ დღეს ქართულ ოცნებაში დავსვით. უნდა ითქვას, რომ დეპუტატებს ბევრი ინფორმაცია არ აქვთ ამის შესახებ. ისინი ამბობენ, რომ თავადაც Facebook პოსტის მეშვეობით გაიგეს, რომ თინათინ რუხაძე ტოვებდა თანამდებობას, რაც შეეხება მოვალეობის შემსრულებლის ვინაობას მიხეილ კიკნაძეზე. ოცნებაში გვეუბნებიან, რომ სავარაუდოდ ირაკლი კობახიძემ ეს იმიტომ გადაწყვიტა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი კომპეტენცია, თუმცა უნდა ითქვას, რომ კულტურის მიმართულებით მიხეილ კიკნაძეს ამ დრომდე არასდროს უმუშავია. შეიძლება თუ არა შიდა აუდიტის და ფინანსების მაკონტროლებელი პირის დანიშვნა მიანიშნებდეს ფინანსურ პრობლემებზე კულტურის სამინისტროში, შესაძლოა თუ არა აქ არსებობდეს ეჭვები თინათინ რუხაძის საქმიანობის შესახებ. ამ კითხვებზე პასუხად ჩვენ ქართულ ოცნებაში გვეუბნებიან, რომ თუ კი კორუფციულ დანაშაულზე არსებობს კითხვები, ამ კითხვებს საგამოძიებო უწყება გასცემს პასუხს და ქართულ ოცნებას არ გაუჭირდება ამაზე რეაგირება. აქვე უნდა ითქვას, რომ გავრცელებული ინფორმაციით თინათინ რუხაძე ვიდრე თანამდებობას დატოვებდა, ის საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა. არ ვიცი ხა რატო არ დანიშნა სხვა კომპეტენციის მიხედვით ალბათ შეირჩა ის ადამიანი ვინც მიკაც. თქმა უნდა შეიძლება დატოვოს პრემიერ-მინისტრი, შეიძლება არ დატოვოს და ახალი წარადგინოს. ხა ამ წუთაც რომ ხელმძღვანელი უნდა ყავდეს უწყებას ეს ფაქტია და ყავს კიდეც და ხა თუ ფინანსური რაიმე დარღვევები არის სამინისტროში, ძველის მაგალითზე რომ ავიღოთ თუნდაც თავდაცვის სამინისტროს მაგალითზე ავიღოთ, როგორ მოხდა გამოძიება და რა, რომელი უწყებები იყო ჩართული, თქვენ კარგად იცით და დაინახეთ პროცესი და აუდიტს არ გამოუძიებია თავდაცვის სამინისტროში დარღვევა. გამოიძია შესაბამისმა უწყებებმა. თუ რამე მსგავსი ფაქტი იქნებოდა, აბსოლუტურად ჩვენი ხელისუფლება მყისიერვე პირველივე გააკეთებდა ამაზე განცხადებას და ჩვენ ვიცით არ არსებობს რეგალია თანამდებობა რომელსაც ეპატება მსგავსი ქმედებები კორუფციაში ხელის გარევა და შესაბამისად თანამდებობის ბორო და გამოყენება. კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის ასევე დაუჯერებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა თანამდებობა თინათინ რუხაძემ. მასთან დაკავშირებით მისი საქმიანობის, მისი მინისტრობის დროს დაისვა არაერთი კითხვად, გაჩნდა ეჭვები გავრცელებულ ინფორმაციაზე, მედია საუბრობდა მის კავშირებზე კონკრეტულ კომპანიებთან და ასევე კონკრეტული კითხვები არსებობდა მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ და ამიტომ კულტურის სფერო არ გამორიცხავს, რომ სავარაუდოდ სწორედ ამ მიმართულებით არსებობს სავარაუდოდ კითხვები დანაშაულთან დაკავშირებით, რის გამოც ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს. კულტურის სფერო საუბრობს მძიმე მემკვიდრეობაზე, რაც თინათინ რუხაძემ ამ 2 წლის განმავლობაში დატოვა კულტურის სამინისტროში. მან ფაქტობრივად მოკლა თეატრი, ამბობენ მსახიობები, იხსენებენ დავით დოიაშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მსახიობების წინააღმდეგ რეპრესიებს და ამბობენ, რომ თინათინ რუხაძე სწორედ ქართული ოცნების დაკვეთებს ასრულებდა, მან პარტიულ კონიუნქტურას დაუმქვემდებარა კულტურის სფეროში გადაწყვეტილებები. მე ყველაფერს სიამოვნებით დავაბრალებდი კარმას, მაგრამ TV პირველის გამომძებელი ჟურნალისტების სიუჟეტების მერე რა თქმა უნდა კითხვები ჩნდება და რთულია ყველაფერი კარმას გადააბრალა. თუმცა ამდენი მიღწევა ქონდა ქალბატონ თინათინს, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თეატრი პირდაპირ მნიშვნელობით მოკლა, რომელიც ისე გვერდში ედგა სახელოვნებო სფეროს, რომ თავადაც იცის, რომ უდანაშაულო ანდრო ჭიჭინაძე ციხეში 2 წელი და ერთხელ, მაგრამ მე დავაპატიჟე სპექტაკლის ნახვა თუ უნდა და სასამართლოებზე ვეპატიჟებოდი, იმიტომ რომ ამაზე, ცუდ სპექტაკლებზე, მაგრამ სპექტაკლი იყო. რომ რაღაცნაირად თვითონ ენახა ერთხელ მაინც ეს პროცესი და ძალიან გვერდში დაგვიდგა, რაც რთული არ დაუფასო ახლა ამ ქალბატონს. გელათი ისევ მდგომარეობაშია და არ ვიცი, აი ქალბატონი თინათინ, რომელიც ინტერვიუების დროს მართლა მეგონა რომ
ბონუსებს იღებს, იმდენჯერ ახსენებდა პარტიას და მადლობებს იხდიდა კონტექსტ ჭირდებოდა თუ არ ჭირდებოდა, უცება ისე წავიდა კულტუროდ დაგტოვა შეიძლება ითქვას, რომ არც ბრიფინგი მოაწყო, არც მადლობები გადაიხადა და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირად გაგვეპარა. ძალიან, არ ვიცი, ჯანმრთელობას ვუსურვებ. არაერთი სიუჟეტი იყო კორუფციასთან დაკავშირებული. მე ახლა ხო ჟურნალისტებზე მეტი ნამდვილად არ ვიცი, რაც ვნახეთ, ეს არის კითხვები გაჩნდა ძალიან ბევრი. ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებ საინტერესოა თუ რატო გადადგა ან მოხსნეს ქალბატონი თინათინ რუხაძე ან ვინ გახდება კულტურის მინისტრი, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი ხანია ეს სამინისტრო აღარ ასრულებს მასზე ნაკისრვალდებულებებს, რაც უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში სახელოვნებო შემოქმედებითი პროცესის თავისუფლების უზრუნველყოფა, თავისუფალი ხელოვანების მხარდაჭერა. ყოველთვის პრობლემა იყო ქართული ოცნების რეჟიმისთვის ეს უწყება, იქიდან გამომდინარე, რომ მას წარმოადგენენ ადამიანები, ხელოვანები, მწერლები, რომელთა აზრს ძალიან დიდი გავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ეს ხალხი რეჟიმისთვის და სისტემისთვის ყოველთვის საფრთხე იყო, აქედან გამომდინარე, ყველა მინისტრი, რომელიც ამ წლების განმავლობაში ინიშნებოდა, მას უნდა შეესრულებინა ის მთავარი ამოცანები, რაც ქართული ოცნების პარტიული დღესწესრიგი იყო. მე არ მეგულება დღეს საქართველოში კარგი რეპუტაციის და ავტორიტეტის მქონე ვინმე პირი ამ სფეროდან, რომელიც დათანხმდება ამ მოცემულობით, ამ უწყებას უხელმძღვანელოს, ამიტომაც ნიშნავენ ნდობით აღჭურვილ პირებს იუსტიციის სამინისტროდან, სასჯელ ახსრულების დეპარტამენტიდან. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები კულტურის მინისტრის შესარჩევად, თუმცა ვიდრე ეს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, ირაკლი გობახიძემ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ჯერ პირველ მოადგილედ და შემდგომ უკვე მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მიხეილ კიკნაძე, რომელიც შიდა აუდიტს ხელმძღვანელობდა კულტურის სამინისტროში და მანამდე ამ მიმართულებით მუშაობდა საქართველოს რკინიგზაშიც. რაც შეეხება თინათინ რუხაძეს, გავრცელებული ინფორმაციით, თუმცა ეს არ არის დადასტურებული, ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა გუშინ საგამოძიებო უწყებაში და ასევე კულტურის სფეროში და დასაქმებული ადამიანები ამბობენ, რომ მათთვისაც მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, რადგან თინათინ რუხაძეს ამ თანამდებობაზე ჰქონდა სამომავლო გეგმები, ის ამაზე საუბრობდა კიდეც დაახლოებით ერთი კვირის წინ ერთ-ერთ არხზე ინტერვიუს დროს და ემზადებოდა სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებებისთვის და მოულოდნელად მან Facebook პოსტით გვამცნო, რომ ისტოვებს თანამდებობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.